ფორმატში დღეს ჩვენ ერთ კონკრეტულ საქმეს განვიხილავთ, რომელიც საზოგადოებას ახსოვს და მისთვის ცნობილია ფოტოგრაფების საქმის სახელით. ეს გახლდათ ფოტოგრაფების ჯგუფი, რომლებიც მუშაობდნენ სახელმწიფო სტრუქტურებში სააკაშვილის რეჟიმის დროს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან და ამ პირებისთვის და მათ შორის საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის და მასთან. ამის პროფესიული საქმიანობის შესრულების გამო, როდესაც ხელისუფლებას არ მოეწონა მათ მიერ გადაღებული ფოტომასალა, მათ შორის ის ფოტომასალა, რომელიც ეკრანზე ტრიალებს და მთელი სხდომის მიმდინარეობისას საზოგადოებას ექნება საშუალება ეს ფოტოები კვლავ იხილოს. შემდეგ დაიწყო მათი დევნა, მაგრამ რა მოხდა, როგორ მოხდა ქრონოლოგიურად, როგორ წარიმართა პროცესი, ამას თავად გვიამბობენ. მე მინდა სამდივნოს ვთხოვო, რომ პირველ რიგში შემოაცილოს დარბაზში ბატონი გიორგი აბდალაძე, რომელიც იქნება პირველი, ვისაც კომისია მოусმენს. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, დაბრძანდით. სანამ ბატონ გიორგის გავაფრთხილებთ, მანამდე მინდა მივესალმო პარლამენტის სტაჟიორებს, დღეს სამნი ბრძანდებიან. მოგესალმებით, მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ ძალიან კარგი პროგრამა გვაქვს სტაჟირების, ათეულობით ახალგაზრდა იქნა შერჩეული, რომლებიც გადანაწილებულნი არიან კომიტეტებში, მუშაობენ უშუალოდ კომიტეტის წევრებთან და თავმჯდომარეებთან და თითოეულ ჩვენგანს აქვს პატივი მათთან ურთიერთობის, მუშაობის და შეხვედრის სხვადასხვა ფორმატში იქნება ეს ლექცია, კითხვა-პასუხის სეანსი თუ სხვა. მოგესალმებით და წარმატებებს გისურვებთ. ბატონო გიორგი, თქვენ ცნობილი პიროვნება ბრძანდებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც თქვენი მაღალპროფესიული დონით, თქვენი ღირსებით და იმ საქმიანობით, რომელსაც რთულ პირობებში სააკაშვილის რეჟიმის დროს ეწეოდით. სანამ თქვენ გაგესაუბრებით თქვენს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სააკაშვილის დროს, მე მინდა პროცედურა დავიცვათ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, გაგაფრთხილოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ის ტექსტი, რომელსაც თქვენ სამდივნოსთან ერთად გაეცანით და წინ გიდევთ, გულისხმობს შეხსენებას სისხლის სამართლის კოდექსის ნორმებისა, რომელიც და ჩვენი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა, რომელიც ამბობს, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება არ გასცეთ კითხვებს პასუხი, სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება განზრახ თუ ახსნა განმარტების მოცემა ჩვენი კომისიისთვის, ან ისეთი პასუხების გაცემა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ კითხვაზე თავის არიდება. ის რომ ეს გაფრთხილება გაკეთდა და თქვენ ეს ჩემგან მოისმინეთ, გთხოვთ ამის დასტურად ხელი მოაწეროთ თქვენ წინ მდებარე დოკუმენტს და შემდეგ უკვე გაგესაუბრებით, თუ შეიძლება. თქვენ წინ გაქვთ მიკროფონი, წითლად რომ აინთება ისმის. ერთი პრობლემა გვაქვს ხოლმე მეც და ყველას, რომ ცოტა უკან უნდა ვიყოთ, რომ ახლოს როცა ხართ მიკროფონთან ხმა ფუჭდება და ცუდად ისმის, ამიტომ ეს რომ გაითვალისწინოთ და 15 წუთი აიღეთ, გნებავთ ნაკლები, თუ მეტიც დაგჭირდათ, არ არის პრობლემა და ქრონოლოგიურად მათთვის, ვინც შეიძლება გაგიკვირდეთ, ჩვენც გვიკვირს ხოლმე, მაგრამ არის ადამიანების ჯგუფი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებსაც შეიძლება საერთოდ არაფერი სმენიათ ფოტოგრაფების საქმეზე. აი რომ წარმოვიდგინოთ, რომ პირველ რიგში ასეთ ადამიანებს უყვებით, ვინც არაფერი არ იცის, შეიძლება ისიც არ იცის, რა მოხდა 26 მაისის გამთენიისას 2011 წელს, რა ფოტოებია ეს, სად მუშაობდით, ვისთან ერთად. ქრონოლოგიურად რომ მოგვითხროთ და გითხრათ რა დაგატეხათ რეჟიმმა თავს. პირველ რიგში მოგესალმებით, მინდა მადლობა გითხრათ ხალბატონო თეა, ბატონო კომისიის წევრებო. რა ვიცი, ხა ჩვენი საქმე ერთ-ერთი არის
მათგანი, რომელიც ყველაზე გახმაურებული იყო, იმიტომ რომ საერთაშორისო მედიაც მოიცვა და საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია ფოტოგრაფების საქმემ. პირველ რიგში რაღაც პატარა მინდა ჩემგან რო თქვა. სულ ხედავ ხოლმე Facebook-ზე ვიღაცები რაღაც სტატუსებს დებენ 37 წელია და რაღაც აი 37 წელი იყო ზუსტად ის რაც ჩვენ გავიარეთ. როდესაც ღამის 3 საათზე შემოვარდნენ სახლში ცრუ ბრალდებით სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს გვაწამეს გვაღიარებინეს ის რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია მით უმეტეს სამშობლოს ხალათი და დაგვემუხდნენ მე შემდგომში რომ აი ეს მოკლედ რო თქვა და დღევანდელ დღეს ახლა ჩემი როგორც ერთი რიგითი მოქალაქის ყოველთვის მადლიერი ვარ ყოველთვის მადლობას ვეთქვი ბიძინა ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ძალას რომლის წყალობით დღეს უამრავი ადამიანი გადარჩა და ცოცხალია ნაციონალური მოძრაობა რო ყოფილიყო სათავეში დღემდე მოსულიყო ხო აი ჩათვალეთ რომ მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპებოდა დღეში ეგ იყო ჩვეულებრივი სტატისტიკა საპატიმროშიც და ისეც ამისთვის მადლობას ვუხდი პირადად იმ ადამიანს რომელმაც ეს ყველაფერი შეცვალა და უამრავ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა ეს ჩემგან პირადად რაც შეეხება ჩვენ ამბავს ეხლა მე დავიწყებ 26 მაისიდან თქვენ ხედავთ ფოტოებს ამ ფოტოებმა გამოიწვია საერთოდ საკმაოდ დიდი რეზონანსი იმიტომ რომ ეს არ იყო მიტინგის დაშლა დარბევა და რამე ეს იყო განადგურება საკუთარი ადამიანების მე საპატიმროში შევიტყვე იმის შესახებ თურმე მე გადამიღია ერთ-ერთი ის ადამიანი რომელიც შემდგომში სახურავზე აღმოაჩინეს რომ ამათ მიყავდა ცოცხალი მე არ ვიცოდი ამის შესახებ წარმოდგენა არ მქონდა იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებდით რეპორტაჟს საკმაოდ რთული და მძიმე დღე იყო და უამრავ რეპორტერს და ჟურნალისტს აპარატურაც გაუფუჭდა ყველაზე მთავარი ის იყო 26 მაისს არა მარტო მომიტინგეებს არამედ ჟურნალისტებს ცემდნენ უმოწყალოდ ესროდნენ უამრავი მაგალითები ამისი ასავალ-დასავალი ჟურნალისტები იყვნენ რომელიც ნაცემი იყო სხვადასხვა რეპორტერები მეორე დღეს აღლუმი როდესაც ჩატარდა 26 მაისს უამრავი ადამიანი იყო ჟურნალისტი ესწრებოდა ის რომელიც წინაღამეს ნაცემი იყო ან ეგრეთ წოდებული რეზინის ტყვიებით დაწყლებული ჩვენ როგორ გადავჭით 26 მაისს გასასვლელი არ ქონდათ არც ეს ჩემთან ერთად იყო ერთ-ერთი უკრაინელი ფოტორეპორტერი Associated Press-ის წარმომადგენელი რომელიც აი როგორ გითხრათ ჩვენ პროფესიაში ჩვენ პირადად კოლეგები თulit რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეპორტერია იმიტომ რომ უამრავ ომშია კონფლიქტში ნამყოფი და საოცარი ფოტოები აქვს აღებული და გადაღებული და უამრავი პრიზები აქვს აღებული და 26 მაისს მე მეკითხებოდა ეს ადამიანი რომელსაც ყველა ომი აქვს გამოვლილი როგორ მოვიქცევ რა გავაკეთო იმდენად დაბნეული იყო თვითონ აგვარი იყო ეფრემ ლუკაცკი უკრაინელი ფოტორეპორტერი არის ერთ-ერთი ნუ აი როგორ გითხრათ ასაკომანია ომის რეპორტერად ითვლება ავღანეთი სირია ერაყი აფხაზეთი სამაჩაბლო ყველაფერი მოვლილი ქონდა ამ ადამიანს და 26 მაისს მისი გაუგნებული სახე არადროს არ დამე მე მეკითხებოდა როგორ მოვიქცეო ერთადერთი მე უთხარი რომ არ სიტყვა ისაუბრე ინგლისურად იმიტომ რომ ყველა მოდიოდა საცემად ჩვენ საცემად როგორც კი ინგლისურ საუბარს გაიგებდნენ ეგრევე ჩერდებოდნენ რატომღაც და Associated Press-ის ოფისი იყო ქვემოთ ან მარიოტის ქვედა ქუჩაზე აი ჯანტურიას ქუჩაზე და ახლში იყო პრინციპში რო ჩავედით ოფისში ეფრემი მეუბნება რომ გიაო მე ვერაფერი ვერ გადავიღეო იმდენად შოკირებული იყო ამ მდგომარეობით ისე უმოწყალოდ ცემდნენ ხელშეკრულ
რუსთაველზე აი ხედავთ თქვენ ფოტოებს, დაყრილი იყო ეს ადამიანები, თავ გახეთქილი და კიდევ მოწყალოთ ცემდნენ. ბატონო გიორგი 2011 წელია. 2011 წლის 26 მაისი. ვინც არ იცის? კი გვიკვირს, მაგრამ არის ხალხი ვინც არ იცის. 2011 წლის 26 მაისს ხდება ეს, როდესაც 26 მაისი რომ თენდება, ის ღამეა და თქვენ ბრძანდებით ამ დროს შუაგულში ამ მოვლენების. საიდან მოხვდით, სად მუშაობდით ამ დროს, რატომ იყავით იქ, ესეც რომ გითხრათ? ეხლა მე გეტყვით, მე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მქონდა კონტრაქტი დადებული, ვაპირებდი წამოსვლას სამსახურიდან, რადგან ანაზღაურება ძალზეც პატარა იყო და პრინციპში ეძებდნენ უკვე ფოტოგრაფს, რომ ჩანაცვლება მოხდარიყო და მე პერიოდში სტრინგერად ესე ქვია იმ რეპორტერებს, რომელიც შტატში არ არიან, ვეხმარებოდი Associated Press და ვიყავი გაზეთ ალიას ფოტორეპორტერი. რომელმაც პრინციპში, რა ვიცი, არა ბრეგვაძე, გიორგი, ალიას რედაქტორი და ის ჟურნალისტები, გელაძე დელაშვილი, თამრიკო ოქრუაშვილი, ციხელაშვილი, რა ვიცი, ყველა ის ადამიანი, ვინც ყოველდღიურად მიტინგებს ატარებდნენ ჩვენ გადასარჩენად. რო არ გამოსულიყვნენ. ნუ არ ვიცი, ჩვენ ალბათ ისევე დავამთავრებდით როგორც თეთრაძე ცხონებული, იმიტომ რომ პირდაპირ მუქარა იყო გლდანის ციხის, როდესაც მე პირდაპირ გითხრა, რომ ბრძანებას ველოდებით ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. მივალთ მაქამდეც, თუ შეიძლება რუსთაველის გამზირზე რო დავბრუნდეთ ცოტა ხანი. ესე იგი, თქვენ ხართ როგორც Associated Press-ის ფოტორეპორტიორი რუსთაველის გამზირზე. დიახ, ალიას და Associated Press. და ასევე ქართული გაზეთის ალიას რეპორტიორი იმყოფებით ადგილზე. დიახ. როდის დაიწყო ეს ჟლეტა, ამას დარბევა მართლა არ ერქვა, დარც დაშლა. ვისთან ერთად იყავით და როდის მიხვდით, რომ უნდა დაიწყოთ აი იმ კადრების გადაღება. ეს ყველა თქვენ გეკუთვნით ეს ფოტოები თუ ბატონი? გედენიძეს ჩვენი კოლეგების, ვინც დაპატიმრებული ვიყავით, გედენიძეს ფოტოები არის და ჩემი რაღაც ნაწილი. მე ვერ ხედავ ხა ეკრანზე გადის, მაგრამ უამრავი ფოტო იყო ჩვენი. გასაგებია და თქვენ იღებთ ამ ფოტოებს. აი თვითონ რომ მოგვიყვეთ, მიხვედით, როდის მიხვედით, როდის შემოვიდა სპეციალისტი. საღამოს მაშინ ტარდებოდა აქცია, მერიის წარმომადგენელი როგორც მახსოვს რაღაცა საათი რო არ შემეშალოს დრო რო არ ვცდე რაღაც წარმომადგენლის მეიტანა განაცხადი იმის თაობაზე რომ მიტინგი უნდა დაშლილიყო. ანუ გაფრთხილება მოხდა მომიტინგეების, როგორც ესეთი და მალევე ამ გაფრთხილების შემდგომ ჩიტაძის ყველა მხრიდან ეს სპეცნაზელები ნიღბებით და ფარებით აღჭურვილობით წამოვიდნენ მომიტინგეებთან. იყო რაღაცა ტროსი რკინის გაბმული კინოთეატრ რუსთაველთან. ჩვენ ვიდექით კინოთეატრი რუსთაველის აი გადაფარებულის ქვეშ რაღაც შესასვლელი სადაც არის ყველა რეპორტერი თავსხმაწვიმა იყო. ბევრმა რეპორტერმა ვინც წავიდა, ანუ დაძვრისთანავე ეს პოლიცია და სპეცრაზმელები რო დაიძრა, გავიდნენ გადასაღებად. უამრავ ოპერატორს და უამრავ ფოტოგრაფს გაუფუჭდა კამერა. იმიტომ რომ წყალი ჩავიდა, შეგინდა ფიზიკურად ვერ იღებდნენ. მათ შორის ვერ გადაიღო როიტერის ფოტოგრაფმა, მათ შორის ვერ გადაიღო ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ, არ დავასახელებ სახელს და მაგ ადამიანის, არა. ის ცოცხალი არ არის, რა ვიცი, რა ისე არის. ხო და წვიმამ გაუფუჭა თუ წვიმამ გააფუჭა კამერა, ფიზიკურად ვერ იღებდა ვერავინ. ჩვენ რაღაცა აი გამოცდილების ამბავიც არის, ალბათ ველოდებოდით ზუსტად იმ მომენტს, როდესაც რაღაცა კადრი იქნებოდა მნიშვნელოვანი. და როდესაც დაიძრა უკვე ეს პირველი შეტაკება მოხდა მომიტინგეებს და სპეცრაზმელებს შორის, მაგდროს გავედით გადასაღებად. დაახლოებით რომელ საათზე მოხდა ეს? მე მგონი 12-ის შემდეგ იყო უკვე, ანუ
გადაც ზუსტი დრო არ მახსოვს, იმიტომ რომ არ შემეშალოს, იმიტომ რომ იმ გაფრთხილების შემდგომ უკვე ძალზედ მალე 12 გადაცილებული იყო, როგორც მახსოვს და აი რა როგორ გითხრათ ახლა საშინლად ცემეს ადამიანები. საშინლად კინოთეატრ რუსთაველში შევარ და მე მახსოვს რომ უამრავი ადამიანი გამოიყვანეს იქიდან ნაცემი. შალვა ოგბაიძე იყო მე მგონი აქ სადღაც ამ ჩიტაძის ქუჩის ნაცემი იყო. გადავიღმეთ და გედენიძემაც გადაიღო როგორც მახსოვს. ესე გააკეთეს ხალხ გასვლის საშუალება არ მისცეს და ძირითადი ნაკადი წაიყვანეს პარლამენტის მიმართულებით, აი შიდა სივრცე სადაც არის დახურული, რომ ვერცად ვერ გაქცეული. თითქმის ყველას თავი ქონდა დახეთქილი. აი ქალი კაცი დიდი პატარა ბავშვი მოხუცი ასაკოვანი არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა. იქ ყველას თავები ქონდა დახეთქილი ისეთ ცემეს. ხელბორკილები რო დაადეს მე ეს ადამიანები რუსთაველზე ამ წვიმაში მდგომარეობაში დაყრილები იყვნენ, ხელბორკილები ითხოვდნენ შველას ყველა და ესენი უარესად ცემდნენ იმ ადამიანებს. მე დაამწყრივეს ეს ადამიანები და რუსთაველზე ჩაატარეს მსვლელობით წაიყვანეს საპატიმროებში. მე გზანში შევხვდა ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც იყო 4 შვილის მამა, რომელიც დაპატიმრებული იყო 26 მაისის პერიოდში. და ის მიყვებოდა, რომ ყოველდღე მცემდნენ გზანის საპყრობილეში, ეგ ჩვეულებრივი რიტუალი იყო, არც არავის არ გაკვირებია ეგეთი ამბავი. უბრალოდ ადრე მიწუხდებოდა გულიო და გამანებეს თავი მერეო, იმიტომ რომ ძირითადად შემოდიოდნენ სავარჯიშოდ. და ეს ხდებოდა უმეტეს შემთხვევაში პარასკევ დღეს. იმიტომ რომ შაბათ კვირას თუ გამოვიდოდა რამე სილურჯეები და ამბები ჩასვავდნენ კაცეში და არღვია შიდა განაწესი და სანამ არ მოუშუშდებოდა ადამიანს ეს სიშავე და სილურჯე ანამდე არ აძლევდნენ უფლებას ან ოჯახის წევრის ნახვის ან ადვოკატს როგორც ხდებოდა. სიმართლე რო გითხრათ, მე იმდენად გაოცებული ვიყავი, საკუთარ თავს რო ეუბნები, რომ იმუშავე, გადაიღე და ეს რეპორტაჟი მე ვცდილობდი, რომ გადაგვეჩინა ეს მასალა. პარლამენტის სახურავიდან ავიხედით ზემოთ, დავინახეთ ადამიანები, ვინც კამერით მუშაობდნენ, ანუ იღებდნენ და აძლევდნენ ალბათ სავარაუდოდ მიმართულებებს ვიღაცაზე, იმიტომ რომ ჟურნალისტები ვინც იყვნენ, ყველას დაძებდნენ, აბსოლუტურად ყველას, განურჩეულად, ყველას ძებდნენ თითქმის. აი ჩვენ მე გადამარჩინა, შემიძლია თქვა, რომ ეფრემ ლუკაცკის ინგლისურის საუბარმა, რომ ისინი რომ მოდიოდნენ ჩვენ საცემად, ეს ეუბნებოდა პრეს ინგლისურად და თან ეუბნებოდა რომ Associated Press-ის წარმოადგენენ და ჩერდებოდნენ და ჩვენ დაბედად ეს ოფისი Associated Press-ის იყო ახლოში მარიოტთან. ჩვენ რამოდენიმე რკალი იყო გაკეთებული, რომ ვერცეთი ვერ გასულიყო. მომიტინგეებს გულისხმობდა, მათ შორის აი სრულიად შემთხვევით ვიღაცებმა შეძლეს. მე მახსოვს, რომ უამრავი ადამიანი ეხლა რომ ის არის მუზეუმი, იქ ცხრილი იყო დიდი და იქ იმალებოდნენ და გამთენიისას დატოვეს ის ადგილები, იმიტომ რომ ფიზიკურად გადაადგილების საშუალება არ იყო. ანუ თუ რამოდენიმე რკალი იყო გაკეთებული, რომ ვერცეთი მომიტინგე ვერ გასულიყო. ეს რისი ცხრილი იყო სამუშაოები სამშენებლო და სამშენებლო პარლამენტის მოპირდაპირ მხარეს, აი ეს მუზეუმი რომ არის. ხო, და იქ იმალებოდა უამრავი ადამიანი, ვიცი რომ მეორე დღეს თვითონ ვინც ხვებოდა ხა ამბებს ამბობდა იმას, რომ რადგან გასვლის საშუალება არ იყო და საშუალება იყო იმისი, რომ დაეპატიმრათ. მაინც დააპატიმრეს მე რაღაცა პერიოდის შემდეგ, მაგრამ იმ მომენტში თავს უშველეს ვაგეთ. კინოთეატრ რუსთაველიდან უამრავი ადამიანი გამოიყვანეს და ცემეს
რა ვიცი, აი რაღაც საშინელებები მოხდა. ბატონ გიორგი, თქვენ ეს მასალა რომ შექმენით, მიუხედავად სირთულეებისა, რაღაც მომენტში შეეცადეთ, რომ ადგილი დაგეტოვებინათ ალბათ, ხომ ასე, როდის მოხდა ეს და როგორ? მივხვდით კაპიტონ ბოდიში შეგაწყვეტინა. როდესაც მივხვდით, რომ ეს ხალხი უკვე ნელ-ნელა ესე დამწკრივებული ხელში ნაცემი ხელბურკილებით მიყავდათ, აი როგორ გითხრათ, ტყვეებს რო ჩაატარებ ადამიანი, აი ესე მიყავდათ რუსთაველის გამზირზე, გვერდიგვერდ აცილებდნენ ისინი და ცემდნენ. ნიშნულობა არ ქონდა მაგათთვის, აი მოხცი იყო, ახალგაზრდა იყო, ქალბატონი იყო, აი არსებითი ნიშნულობა არ ქონდა. მაგას ყველას ცემდნენ უმოწყალს. რო ჩაატარეს ეს ადამიანები, მე ვფიქრე, რომ უკვე გავრიდებოდით, იმიტომ რომ თვითონ ეფრემაც მითხრა, რომ ვერაფერი ვერ გავაკეთე, ვერ ვიმუშავე, იმდენად შოკში იყო ჩავარდნილი ამ მდგომარეობით. და ჩავედით ოფისში და ეკედან გადავაგზავნეთ ფოტოები საერთაშორისო მედიაში. მე როგორც მომიყვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, როდესაც საპატიმრო დავტოვეთ, ამ ფოტოებმა გამოიწვია დიდი რეზონანსი, რომ აი ესეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, აი პოლიციელები, როდესაც ხელბორტილს ადებენ, ეს ფილმებშიც არის, მე ვალდებულება ეცვლებათ, რომ პირველად დახმარება უნდა აღმოუჩინონ, თუ რამე ძიმე დაშავება აქვს მიღებული ადამიანს და ესენი რომ უმოწყალოდ ცემდნენ, ამან გამოიწვია ყველაზე დიდი რეზონანსი და როგორც მე მითხრა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ეს საერთაშორისო მედიაში რომ დაიბეჭდა ერთ-ერთ შეხვედრაზე, თუმცა მაშინდელ ეგრეთ წოდებულ აღმაშენებას, როგორც უწოდებენ დღეს ზოგიერთები და ამბობენ, რომ მან დააარსა სახელმწიფო. თუმცა მას აჩვენეს, რომ აი ესეთი ფოტოები გამოქვეყნდა საერთაშორისო მედიაში. მაქსიმალურად ცდილობდნენ, იმიტომ რომ მეორე დღეს ისე ჩაატარეს აღლუმი და ისე დაარიგეს ის ღირსების ორდენები, ერთი სიტყვაც არ უთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხი არის დაღუპული, დახოცილი, ნაცემი, ნაწამები. აი მიშას უთხრესო ეს ამბავია და ვინც იმ დღეს იღებდა ფოტოგრაფები, ყველა დაიჭირეთო. გაუწია მას ბრძანებაო. ესე მომიყვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შემდგომში, როდესაც ეს ფოტოები აჩვენეს. ქართველმა თუ უცხოელმა? ქართველმა ჟურნალისტმა. რა დრო გავიდა 26 მაისსა და თქვენს დაკავების დღეს შორის? მე-7 თვის 7 რიცხვი იყო, ჩემი მეუღლის დაბადების დღე იყო, სამსახურიდან დავაგვიანე მისვლა შვილს თხოვერო. ივლისი. შვილს თხოვერო. არ დაიძინო დედას ყვავილებს უყიდი, რომ მიულოც დაბადების დღე ერთად. მე მივედი დაახლოებით ასე იყო პირველი წუთები, როდესაც მივედი სახლში სამსახურიდან, მივიტანეთ აიგული, მეუღლეს მიულოცე დაბადების დღე, ბავშვთან ერთად. ნუ დავდექი დავიძინეთ ჩვეულებრივად. სად მუშაობდით ამ დროს სამსახურიდან მივედი? აი ამ მაგ პერიოდში კიდე ვიყავი ალიაში და საგარეო საქმეთა სამინისტროს უსრულებდი ფოტომომსახურებას, უბრალოდ რაღაცა პერიოდი იყო, როდესაც უნდა აეყვანათ მეორე და სანამ აიყვანდნენ, მე ვეხმარებოდი. ისევ იგივე სამსახურში ხარ? იგივე სამსახურში ვარ და სხვათა შორის მეორე დღეს მიწევდა რაღაცა ნატოს სამიტი იყო, თუ არ ვცდები, ჯგუფური სურათი უნდა გადაგვეღო და მეორე დღეს მიწევდა გადააიდე რომ დამაპატიმრეს მაგ დღეს გულისხმობ. ღამის 3 საათი იყო კაზდე კაკუნის ხმა იყო, ზარის ხმა იყო. რომ გავიხედე ჭუჭულანაში რაღაც სილუეტები დავინახე ადამიანების და მე ვიფიქრე რომ ჩემი უბნის მეგობრები არიან ბიჭები და რაღაცა პრობლემა აქვს. და სახელით მივაძახე ერთ-ერთი ჩემი უბნელი შენახარ მეთქი და კიო და რო გავაღე უცებ შემოვარდნენ დაახლოებით ერთი ალბათ 10-15 ადამიანი იქნებოდა. ოჯახის წევრებიც გაუგნებული დაჩენ, რა ხდებაო ხომშიდობა, თქვენო გადით ოთახიდანო. მე წამიკითხეს ბრალდება, რომ თქვენ ბრალი გედებათ ჯაშუშობაში და რაღაც მუხლი თქვენს რა მუხლითაც იყო ეს ბრალდება და დამატეს ხერბულკილები. სიმართლე ვთქვა, თავიდან გამეჩინა, იმიტომ რომ გაუგნებული დავჭი, რაღაც სისულელეს აკეთებთ მეთქი და დაიწყეს ჭხრეკა.
მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემი ტექნიკა, როგორც ეს სახში არ მქონდა არასდროს, არც კომპიუტერი, არც იმიტომ სახში რომ მედიოდა, მინდოდა დაასვენება. და მქონდა პატარა ოთახი, ნაქირავებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში, სადაც ვაკეთებდი ამ ქორწილების გადაღებას, ფოტოებს და რაღაცეებს, ახლა სამსახურეობრივი რაც იყო, ან კერძო შეკვეთები, როდესაც მქონდა დაბადების დღეობების ან რაღაც გადაღება, ვაკეთებდი იქ. და ტექნიკა არ მქონდა, წაიღეს ერთადერთი ვთხოვე ერთ-ერთ ადამიანს ბავშვის ოთახში, როდესაც შევიდნენ, კომპიუტერი წაიღეს ბავშვის, ჩემი ოჯახის წევრების, რაღაცეების ერთადერთი ვთხოვე, რომ ბავშვი არ გამიხვიდოთ, მეთქი რომ ეს ხელბურკილებით არ ნახოს ხო რა, ბავშვმა თქო და ბავშვი პატარა იყო, მაშინ არასრულწლოვანი იყო. და რომ გამხენისას დაასრულეს ეს რაღაც, ვითომ ჩხრეკა და ვითომ რაღაცა, ახალშეებს ავსებდნენ იქ, ზედაპირულად ჩაატარეს ვითომ ჩხრეკა, იმიტომ რომ საერთოდ არ აინტერესებდათ. რაღაც ეს გეგმა იყო შედგენილი. ჩვენი პატიმრობის გადავდივარ და ისევ დავბრუნდები ამას. ჩვენი პატიმრობის პერიოდში ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნდა ვანო მერაბიშვილის, უტიაშვილის, ხიზანიშვილის, ბოკერიას, სააკაშვილის და ადეიშვილის საუბრები. სადაც მე მაგინებენ. ვანო მაგინებს მე, იმიტომ რომ რაღაც შიმშილობას რომ მქონდა გაბოცხადებული მშრალ შიმშილობაზე 5 დღე ვიშიმშილე. მე რაღაცა უბრუნდები, მოკლედ გამთენისას რომ დაასრულეს ამათმა ჩემ ჩხრეკა და რაღაცა მანქანასთან ჩავედი და ჩემ მეუღლეს ვთხოვე რომ ტელეფონები ჩამოგვართვეს ყველას ოჯახის წევრებს. ანუ ფიზიკურად ხა არ გვახსოვდა, შეიძლება მობილურში ნომრები უამრავი გაქვს, მაგრამ ყველა არ გახსოვდეს და ერთადერთი ვთხოვე რომ გააგებინე. რომ ხვალ მე გადაღებაზე ვერ მივალ თქო ფიზიკურად და რედაქციის თანამშრომლებსაც უთხარი რომ ესეთი მდგომარეობა არის თქო დამაპატიმრეს თქო. მანქანაში რომ ჩაგვსეს ეს ბურკილები უკან მქონდა გაკეთებული ხელზე. და თხოვდი რომ წინ გადმომიტანეთ ხო გაქცევით მე ასად არ გავიქცევი და წინააღმდეგობას მე არ გაგიწევთ ხო და ესე იყავიო რა და მანქანაში რომ ჩაგვსეს ხო იცი ხა რაზეც დაგიჭირეთ რაზე დამიჭირეთ მეთქი რა სისულელია აბსურდია გაირკვევა ყველაფერი უახლოეს მომავალში მეთქი რა დამიწყეს გინება რაღაცა და მოდულის შენობასთან რომ მიმიყვანეს ერთი ეუბნება მეორეს ის რაცია ჩართული ქონდათ ხო მაგას ყველა დავიჭირეთო ესენიო და მე მივხვდი რომ მარტო არ ვიყავი ესე იგი რაღაცა ხვდებოდი რომ ალბათ ფიქრი ქონდა ამაზე რომ ვიღაც ჟურნალისტები იქნებოდნენ ხო სხვა ჩემუბნელებს არ ვიცი რაღაც ეგეთი მაგრამ შინაგანად გრძნობდი ამას რომ სავარაუდოდ ამ 26 მაისის თემაზე იქნებოდა ეგ ამბავი იმიტომ რომ ეს იმდენად მძიმე ფოტოებია რომ მსგავსი კადრები არ არსებობს არა როგორ გითხრათ ხა დარბევები უამრავი არსებობს საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყნებში მაგრამ აი ესეთი სახის ფოტოები ასახული ასად არ არის ხო და მოდულში რომ მიგვიყვანეს ჩაგვიყვანეს ქვემოთ ერთი ეუბნება მეორეს რომ ისო რაღაც ელექტროშოკები გამოაღო იმას და ესო მუშაობსო ეს ელექტროშოკები არა ამაზე შეამოწმეო რა მუშაობს არ მუშაობს ხო აგერ არ არისო აი მასქენიო მე ერთ-ერთი ქალბატონი მოვიდა რომელიც შემოწმებას აწარმოებდა ჩემზე და ესეც თუ ნაცემიაო იწოდეო მე დავწერო აუცილებლად იმიტომ რომ გაახურეთ საქმეო რამდენი ადამიანი შემოიყვანეთ ყველა გაშავებული არისო ესეთი ნაცემი არისო და ხო და ანუ იმდენად მე საბურთალოზე ვცხოვრობ და საბურთალოდან მოდულის შენობამდე ძალიან ვიწრო მანძილი იყო გასასვლელად რა რამოდენიმე წუთში ვიყავით მოდულში მოგვათავსეს საკანში და დილით შევიტყვე რომ ორი ადვოკატი შემოვიდა ჩემთან რომელიც ალიას რედაქციამ აიყვანა ჩემ დასაცავად და მათმა მითხეს რომ გარეთ იწყება აქციებიო
ხელ ხარ დაჭეროთ, მაგრამ ამ ადვოკატებმა თქვენს რომ რაღაცაო საქმეო დევსო თქვენ საქმეზეო და გრიფით საიდუმლო დაადო 9 უწყებო. ანუ 9 კლიტული დაადეს რა. ამ საქმეს და ჩვენ ასე შიგნით რა დევს მეთქი. არ ვიცი მე უფლება არ მოცესო მაგისიო. გასაჯაროვებისო, გარეთ აქციები ტარდებაო. ეს დაიწყო ზუსტად ალიას თანამშრომლებმა, მერე შეუერთდა უკვე უამრავი ადამიანი და საერთაშორისო მედიაში პირველი პრეცედენტი იყო, როდესაც ფოტოგრაფებს ბრალდებდნენ აი ესეთი მძიმე მუხლით. თორე პრესის დარბევა და ამბავი ხა სააკაშვილის პერიოდში ვისაც ახსოვს, ყველამ გამოცემულ სამშობლოდან რო გამოყარეს. უამრავი ტელევიზიაში იმედიც დარბეული იყო, გაანადგურეს, ნაცემი იყო ეს ჟურნალისტები და ზოგიერთი დღეს ქებადიდებაშია მიშასი ჩემდა გასაკვირად და ალბათ ეგ მათი პირადი ამბავი არის, მაგრამ მერე ჩვენ გადაგვიყვანეს გდანი იქ შევიტყვე საპატიმროში ჭუჭულტანაში დავინახე ნათია გედენიძე. ხმაური იყო, მთელი ღამე ვიღაც ხალი ტიროდა. გვერდით საკლიდან სულ მოთქვამდა და ტიროდა ისე რომ არ ვიცით ის ქალბატონი. ეს მოდულის შენობაში ხდება, ეს მოდულის შენობაში ხდება, კი. მოდულის შენობაში იქ ვიყავით 4 პატიმარი. მოდულს მაინც განმარტავ ახლა შეიძლება კიდე ვიღაცამ არ იცის, ანუ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, ეგრეთ წოდებული კუდი, მაშინდელი უშიშროების სამსახური ის ოფისი იყო ეს. ისინი კურირებდნენ ჩვენ საქმე, ისინი აყალბებდნენ და გაყალბება ხა როგორც ესეთი თავიდან დაიწყო ვანომერაბიშვილმა, უტიაშვილმა ეს ბრძანება მიშასი განწყობა რომ ყველა ფოტოგრაფი დასაჯეთო, შეასრულეს ამათმა და შეთხზეს ეს საქმე თავიდან ბოლომდე და მე გვაგინეს კიდე მაგის გამო რომ მე პროტესტი მე იქ გამოვაცხადე მოდულის შენობაში რომ შილობაზე გადავდივარ და არამედ ამ ვიბრძოლებ ბოლომდე ამასთან დაკავშირებით რომ ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა იქ დავინახე ნათია გედენიძე ეს ქალბატონი არ ჩერდებოდა მთელი ღამე არ ვიცი ვინ იყო და რა იყო ისე მოთქვამდა ალბათ ან ნაცემი იყო ან არ ვიცი მისი მდგომარეობა მაგრამ მთელი ღამე გვესმოდა ამის ხმა და იქ საპატიმროში 4 ვიყავით საკანში ეხლა პატიმარი რას ეკითხება პატიმარი რაზე ზიხარო რა მუხლი გაქვს ერთი მკვლელობაზე იჯდა ერთი ნარკოტიკების დანაშაულზე და ერთი ეკონომიურ დანაშაულზე და მკვლელობაზე ვინც იჯდა რაღაც 7 წელი მომისაჯეს შენ რაზე ზიხარო მე შემეკითხე და მე ვთხარ სურათის გადაღებაზე თქო და რამდენს გაძლევენ და არ ვიცი მე ვთხარ 20 ალბათ თქო და ეს მუხლი ითვალისწინებდა თავიდან 10 და მე გადადიოდა კვალიფიკაცია 20-ზე. რა გადაიღე ბიჭო ამისანაო, კაცი მოკლა 7 წელს აძლევენო. მთელი ციხე კვდებოდა სიცილის ეს პატიმრები, ვინც ვიყურებდნენ ჩვენ. ვისანაც ერთად საუბრობდით. ეს პატიმარი, რომელიც იყო ნარკოტიკებზე დაპატიმრებული, მე შეხვდა გდანის აპყრობილეში. კედლებს უთხრამდა თავს. ეს ადამიანი სად მოხვდიო? ოღონდ გადავრჩიო აქ, ოღონდ გადავრჩიო. აი მოთხოვ მე ვაწყნარებდი იქეთ კიდე პირით. მოდულის შენობიდან, როდესაც გადავყავდით გდანის საპყრობილეში, გზაში ერთ-ერთი მეუბნება, რომ აი ეს გზად კარგად დაათვალიერე, ეს არის ბოლო, რაცაც შენ ხედავ. აქედან შენ ცოცხალი ვერ გამოხვალ, შანსი არ გაქვს, არანაირი იყო. პირდაპირ გეუბნები, დაიმახსოვრე ეს გზაო, დააკვირდი კარგად. გდანის საპყრობილე ეს არ იყო ციხე. ეს იყო ჩვეულებრივი კონცლაგერი. ადამიანების წამებით, განადგურებით, დღეს რო სასამართლო პროცესზე გაღიმებული გამოდიან და მთელი ოვაციებით და ემით ხვდებიან. ძალიან მიხარია ეს ამბავი, იმიტომ რომ მართლა ეგრე უნდა იყოს, პატიმარი არ უნდა იყოს არასდროს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობა ჯოჯოხეთი ჩვენ გავიარეთ და უამრავმა ადამიანმა. ესე დამსახურება არის ზუსტად იმ პოლიტიკური ძალის და იმ ადამიანების, ვინც 2012 წელს აი ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა. რომ დღეს რო სასამართლო გაშუქების კი არა, აი როგორ გითხრათ. ეზოში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ ჟურნალისტებს. ეზოში, აი სასამართლო ტერიტორიაზე ვინც არის ნამყოფი, ეზოში, აი რო გადასულიყო ერთი ნაბიჯი
გადაებიჭერდნენ ტერიტორიაზე, ან დაიჭერდნენ, ან ყველაზე მცირე გააგდებდნენ. სიტყვიერად ან იმათ, მაგრამ ძირითადად ეგეთი მდგომარეობა იყო იმ პერიოდში. გაშუქებებზე და იმაზე აღარ ვსაუბრობ. ვინ მიცემდა ვის უფლებას სასამართლო პროცესზე, ან ფოტოაპარატი ამოეღო, ან მობილურით გადაეხო რამე, არ ვიცი. და მოკლედ შეგვიყვანეს დანის აპყრობილეში. აი მანდ რო ხდებოდი ადამიანი, უკვე მიხვდი რომ ან საქართველოში იყო კიდე პატარა საქართველო, რომელიც იყო პირადად ამათფლობელობაში, სადაც ადამიანის ღირებულება და ფუნქცია იყო ნული. ამას სული პასუხის არაფრად არ აი ადამიანის საერთოდ არაფრად არ მიაჩნდათ. და რო შედიხარ იქვე გრძნობ ამას. ამიგეთ რაღაც ხო უნდა შეავსო და მიყავხარ გინებით, წიხლებით. უკაცრავად გაფურთხებენ ადამიანებს და ჩვენც ეს დამწყრება და ეს ის ვიღაც ერთი და რა ისახა რაზეზე ხარ უთხა რაღაც მუხლს ვიყენებენ ჯაშუებას მეთქი ესე ამიღო ამას უყურეო ერთი და მეორე რა პროფესიის ახალ ჟურნალისტი მეთქი აი ჟურნალისტი რაღაც გადაძახეს ერთმანეთს რაღაც ამბები და ესენიო იმაში არ ჩაიყვანო კარანტინში პირდაპირ ფუქსებში გადაგვიყვანეს ფუქსი არის მეტრაზე ანუ იატაკზე ვიწექით რომ გვესუნთქა ფიზიკურად რო ადგე ფეხზე ჟანგბადი არ არის იატაკზე წევხარ და ცდილობ რომ ისუნთქო და პირდაპირ ზის ჩემი ერთ-ერთი მეგობარი დაპატიმრებული იქ შევიტყვეთ უკვე რომ ვიყავით ხუთნი თავიდან ერთ-ერთი გაუშვეს შახაევაზოვი ფოტორეპორტერი ის მუშაობდა Associated Press-ის კორესპონდენტად და მე როგორც მე შახმა მომიყვა ამბავი რომ მან მეუღლეს უთხრა რომ დაერეკა AP-ში AP-მ დაერეკა ამერიკის საელჩოში ამერიკის საელჩომ დაურეკა ვანო მერაბიშვილს რა ხდება ამ ხალხთან დაკავშირებით და ვანოს უთქვი არა ვეგო დაკავებული არ არის ეს უბრალოდო ეს რამდენიმე შეკითხვა ქონდა და იმ დღესვე ჩვენი დაპატიმრების დღეს გაუშვეს ხოლო უთხრეს რომ პრესის წინ არ გახვიდეო უკანა გასასვლელიდან იმიტომ რომ ამერიკის საელჩო ჩაერია იმიტომ რომ ამერიკის საელჩო ჩაერია და აურეკა იმას რომ ამ კონკრეტულ პირისზე ითხოვა გათავისუფლება ამერიკის საელჩომ და არა თქვენზე იმიტომ რომ ის იყო შტატიანი Associated Press-ი არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდი სააგენტო საინფორმაციო სააგენტო და თქვენ ხო იქ მუშაობდით და თქვენზე არის მე არ იცოდნენ ინფორმაციას არ ფლობდნენ კონკრეტულად შახთან მიმართებაში ის იყო რომ მისმა მეუღლემ როგორც შახმა მომიყვა მე და მეუღლემ რომ დაუკავშირდა მათმა ხო არ იცოდნენ რამდენი ფოტორეპორტერი იყო დაპატიმრებული კონკრეტულად იცოდა ოჯახის წევრმა გააფრთხილა თავის ოჯახის წევრზე და ამან გამოიწვია ეს ბატონო გიორგი არ გაგიწყდეთ აზრი მინდა დავუბრუნდე იატაკზე ვიწექით რომ გვესუნთქა ეს რას ნიშნავს იატაკზე რატომ იყო